ვუბრუნდებით ერევანს 2 საათზე ცოტა მეტი რჩება საქართველოსა და სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე. ამ წუთებში ერევნის მთავარ მოედანზე იკრიბებიან გულშემატკივრები და ისინი მსვლელობით ერთად გადაინაცვლებენ სტადიონზე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 თვიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე პირველად ითამაშებს. შეხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთს უპირისპირდება. დღევანდელი დაპირისპირება ერევანში ზუსტად 21 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე 23 მარტს შედგება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის შემოგთავაზებთ. ეროვნიდან ჩვენი ჟურნალისტი ნინო გაბელია შემოგვიერთდება. ნინო, რა ხდება ახლა ერევანში და როგორია განწყობა? ქართული სპორტის კომაგები უკვე უახლოვდებიან სტადიონს. თქვენ კადრში ხედავთ, მათ აქვს ესე ვთქვათ პერფორმანსი, არის შეძახილები საქართველოს გაუმარჯოს, წარმატებები საქართველოს ნაკრებს. ჩვენმა კომაგებმა, ესე ვთქვათ საქართველოს ნაკრების კომაგებმა მსვლელობა დაიწყეს ერევნის მთავარი მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და ეხლა როგორც უკვე გითხარით, ახლოს არიან სტადიონთან და ისინი ელოდებიან საქართველოს ნაკრების გამოჩენას, რომელიც სასტუმროდან დაახლოებით 7 საათზე გამოვლენ და ისინი დაახლოებით 8 საათზე მოვლენ უკვე სტადიონზე და ქართველი კომაგები ემზადებიან მათთან შესახვედრად. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მათ, ნამდვილად არ წყდება ნაკადი ქართველი გულშემატკივრისა, რომელიც ერევანში ჩამოვიდა. ძალიან ცოტა დრო რჩება მატჩის დაწყებამდე. შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ზუსტად 21 საათზე დაიწყება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აქამდე იყო ცნობილი 3000-მდე გულშემატკივარი უნდა დასწრებოდა ქართველი გულშემატკივარი ამ შეხვედრას, თუმცა როგორც იკვევა 3000-ზე მეტი კომაგი ჩამოვიდა საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს გახლავთ ერთა ლიგის მატჩი, სადაც 2 მატჩის ჯამში საქართველოსა და სომხეთს შორის გაირკვევა ის დარჩება თუ არა საქართველოს ნაკრები კვლავ B დივიზიონში და გააგრძელებს ამ დივიზიონში ასპარეზობას. დღეს 20 მარტს ერევანი მასპინძლობს საქართველოს, უკვე 23-ში კი საქართველო თბილისში უმასპინძლებს სომხეთის ნაკრებს, ასე რომ მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. 21 საათზე საქართველოს სომხეთის დაპირისპირებას ჩვენი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს. მადლობა წარმატებამ საქართველოს ნაკრებს დაელოდეთ 21 საათზე საქართველოს პირველ არხზე საქართველოს და სომხეთის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი დაიწყება.